რიკა, გაოცებული ვარ, მაგრა გახდი, როგორც ჩანს დაარბიხარ, ვარჯიშობ და რა, იცი ახლა დღეს უსმენდი. ნუ რა, კაია, კაცო, კაია რა. თვეები შეგიშე. ვაიმე, როგორც კი გავიგერო, კიდე ერთი თვე გრძელდება ეს დებილობა. იცი რა, რინიკა, შეიძლება. არა, გიპორეთ ორ გადაცემაში დათუთქულმა ბრძანეთ, რომ ნიკა 5700 კაცი მუშაობს საბარიკ მახეროებში. 5700. მეტიც ყოფილა თურმე და ერთი პენსიონერი კაცია, კაც დავირეკა რომ პროფესიონალი ვარ, მოდიო და მეგაკრიჭაო. რა არის ნიკა, სხვა შორის ახლა დღეს ლიონზე იყო გადაცემა ევრონიოში. მეტროებში დაადგეს ავტომატური სადეზინფექციო საშუალება. მეტროს შესასვლელებთან არის ნიღაბიც ყველაფერი. ოღონდ იარეთ ამიტომ. და ახლა ჩიოდნენ იქ ლიონელები, რომ ყველა არ გაიკეთებსო ნიღავს. მეტრო მუშაობს ხალხოლიანში. საფრანგეთში ძალიან ბევრი მსხვერპლი იყო. ყველაფერი მუშაობს, თუმცა თელსოფლი ტრანსპორტი მუშაობს და აი ჩვენთან რომ ვინ გადაწყვიტა ყველაფრის გაჩერება, ნიკა არ არის ორი. ხალხი გადაადგილების ეს ნორმა არის, ადამიანი ამ პუნქტიდან ბ პუნქტში გინდა არ გინდა ან წავა, ან ფეხით იმას გაივლის, ან კიდე მანქანა უნდა მოძებნ. რატო დაგვყეტა ეს? მე არ ვიცი. ნიკა, მართლა შენი აზრი მაინტერესებს. თაწმინდის გამგებელი იყავი. და იცი რა არის? აღმართებია ხო? ყველა ხო ვერ აივლის იმ აღმართს თაწმინდასა ხო? ელემენტარულად ცოტა ხალხი იცი რომ აი საიმითი პარგი და იმით აღმართებზე თაღორიანი ქალაქია თბილისი. ლოტკინის გორა რა აღმართია. დავდივარ ახლა ლოტკინის გორაზე ჩვენი მონტაჟისტი ჩამოყვავს იქედა. შემეცოდა იცი ის იქ ცხოვრები ხალხი. არ არის ორი ესენი რომ აი მთელი ტრანსპორტი გაანადგურა. გეტყვით ესენი შევიდნენ. შენი აზრი მაინტერესებს. შენ კაი მენეჯერი არა მარტო ჩემის აზრით. მაინტერესებს. ჩემის აზრით ეს არის რეალობა. რასაც ახლა აღვწე. ანუ ესენი შევიდნენ ეშხში თამაშისა და რა ქვია ამ თამაში. თამაში თითქოს რაღაცას მართავენ. ხო, იმიტაცია ხდება ავტოს ანანის რა თქმა უნდა, ახლა ამათვის არის სასურველი მდგომარეობა რა, როდესაც მათი ნაკლოვანებები რბილად რომ ვთქვათ, რომელიც 24 საათის განმავლობაში გახსოვთ, ხო? იყო დღის წესრიგში და საშინელებებს აკეთებდნენ საშინელებებზე, არა? ხო და ახლა ყველა სახში გამკვეთილი ყავთ. პოლიტიკური პროცესი დაკეპილი აქვს პრაქტიკულად, ესე რაღაცა ფეხით ჩატენილი აქვს ჯერჯერობით, მაგრამ ახლა უფრო და უფრო რაც დრო გადის პოლიტიკური ცხოვრება გაცოცხლდება, გარდაუვალია და მათი აი ეს რეალური განზრახვა თავს იჩენს. შეუძლებელი არის, კაცო, ეს საგანგებო მდგომარეობა, რაც გამოცხადებულია და რა შეზღუდვებით დაწესებულია, მართლაც რომ სრულდებოდეს, ხო, ყველასთვის. კიდე ადამიანი იფიქრებდა და ეს აჭა შეეპარებოდა, ხო, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ აგერ რაღაცა სეგმენტისთვის ეს ყველაფერი არის შეზღუდვა და რაღაცები რაც გინდა აკეთე. შეუძლებლად იმუშაო, ხო? ეხლა ფარცხალაძე მოყირჭებული არ უნდა ქონდეს, ხო? ეხლა საწოდაობა. არა, საწოდაობა არ არის, ეს არის მეტაფორა ამ ხელისუფლების. ფარცხალაძე არის ქართული ოცნების. ბაბატი ეწავს, კაი, მეტაფორა რა, მაგრამ ეწავს, ნიკა, ბაბატი ეწავს. ახლა ფარცხალაძე პოლიტიკური გვამია, ეს ფაქტია, რომ ვიღაცა ყოფილა ეს ფელიქს ხუდოევია. თელი საბაჟო და საგადასახადოს უფროსი ყოფილა ეს ხუდოევი ვიღაცა. დღეს აი აგერ არის ეს სააგენტოება. მე ბათუმში გავიგე ეს ამბავი, ბევრი ხდება ხოლმე იქა და წილს ითხოვსო და რაღაცა. ეს არის აი გახარიას მიმართა. ვინა ხუდოევი ყავთ ფინანსთა მინისტრი? თუ ამ ფინანსთა ministris ისა რა ქვია მას ჩtildeოვანი ministri. რა არის ეს? აი გაუგებარია ვინა ეს ხუდოევი. ახლა ესეთ $350 დაწერა გამოკეტილი მეც თავიდან როდესაც დავინახე და კადრები ვნახე ხო? რა თქმა უნდა როგორც ყველა აღშფოთით, თუმცა თელი თბილისი არის შეკეტილი, იყო სამანქანო მოძრაობა აკრძალული და ეს ადამიანი გადაადგილდება ისე როგორც უნდა, ხო? დაცინვა, ხო? შეურაცხყოფილად უნდა იგზო მინიმუმ თავი. დღემდე არავის ქართული ოცნებამდე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ როცა გამახსენდა რა ძიმე დანაშაულებებზე ამ ფარცხალაძის პასუხი არ მოთხოვეს, ეს აღაზე უნდა გაგიკვირდეს ეს. კაცმა მინისტრი ჩაიყვანა იმაში, სარდაფში ეს კაბზე მიაბა. ой, ვანიჩხა რო მოყვა. სხვა ჩვენზე ვანიჩხას გამოსხალს მინდოდა შენი აზრი. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში მინისტრის ქართული ოცნების ტიპია. გამყონდა იმაში. გამოიყვანეს პატიმარი ტომათავზე გადაცმული. მერე 10 მილიონი ლარი
მოპარვას ედავება ცოცხალი ხალხი, რომლებიც პატიმრები არიან, ანუ დამატებით ღირებულების გადასახადს დეგეგეს ხელოვნურად წარმოშობდნენ და მოიპარეს, ხო? ფული და ციხეში ზის 29 პატიმარი და 10 თუ 11 ამბობს, რომ ვერ უნდა მიჭერეთ, ამ სქემაში მონაწილეობა მივიღე, იმიტომ რომ ფარცხალაძე იყო ჩემი ჭერიო, ანუ მე ის პატრონობდა, ხო? ხო, ნული რეაქცია. მე კიდე კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი ფიზიკურად რომ გაუსწორდა და ეს ახსოვთ თორდი. ეს ყველაფერი რო ეპატია ამ ადამიანს და ხა მანქანადოდ ეს არის ბიზნეს ფავორიტი არაფერი, მაგრამ ეს არის უბრალოდ რა ვიცი პერსონიფიკაცია რა ხელისუფლების ფარცხალაძე. ეშინია კიდევ არა კომენტარს პიტერ გეორგიევი რატომ არ აკეთებენ აი ხელისუფლების წარმომადგენლები ფარცხალაძეს ეხა საღი აზრი ხომ და კარნახობდეს რომ ეს იმდენად მკაფიო თავზე ლაფ დასხმა საზოგადოებაზე რომ უნდა გამოხვიდე და პოლიტიკურად დაგმო ვერ გმობენ რატო იცით ეშინიათ ხახდო ეხა მაპატიეთ ეხა ყოფილი სპორტის მინისტრი თუ სარდამში ჩაიყვანა და სკამზე რატო გონია ეხა გამოვა დინარაძეს დაინდოს არაფორმალურ ვერტიკალში ფარცხალაძე არის ერთ-ერთი თუ არა მთავარი მოქმედი და შემსრულებელი პირი ბიძინა ივანიშვილის კარზე ხახნო ეშინიათ კიდევაც იმიტომ კი არა რომ უბრალოდ თავისიანს ხელსაფარები ეს არის მთელი უბედურება კაცო ეს ადამიანი ანუ არის შემაკავშირებელი თბილისში ფარცხალაძე ყველა ეგრეთ წოდებული მოკრიმინალო ძველი ბიჭის რომლებიც შეკრულები არიან ხელისუფლებასთან და 100 და 200,000 მანქანები დახრიან აკეთიკით ფარცხალაძე არის ამათი ატამანი და ძირითადად მუშაობენ ნუ აი ძალიან ბევრი მიმართულებით მაგრამ ერთ-ერთი არის ფულის ამოღებაზე რა არაფორმალური გზებით ანუ დათო აკუბარდიას აქვს ნიკა მელიას ვალი რაღაცა 80,000 $70,000 არ უბრუნებს მივდივა მართლა გეუბნებით რა ხა თბილისელი ვინც მიღა განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში ხა რასაც საუბრობ ხა ხო ხელს მოვაწყდა იცით არა მარტო მე ძალიან ბევრმა უბრალოდ ის ადამიანები ვინც ხვეპრია ხმას ვერ იღებენ ხო მივდივარ ხო აი ამ ფარცხალაძეს დაქვემდებარებაში ხო არაფორმალური და რაღაცა წილს დათო აკუბარდია სახლიდან რო ჩამოვა მანქანაში ძალდატანები ჩასვამენ 1-2 დღე შეიძლება სადღაც გაგაჩენო პალტო რომელიღაც ნუცუბიზე პლატოზე პირობითად ვამბობ ფულს ამოიღებენ ასე ან გაგაყიდიებენ რაღაცას და მე რაღაცა პროცენტი მიაქვს და რაღაცა პროცენტს მიგდებენ მე ეს სერიოზულად ამბობ სერიოზულად კი ბაშო სრული პასუხისგებლობით გეუბნებით თბილისში და ეჭვი მაქვს არა თბილისში სადღაც ეკონომიკის ეხა 80% თბილისშია ხო მოსახლეობის 1/3-ია თბილისში დასახლებული ეს ადამიანი არის კაცო ამ ადამიანზე დგას ეს ხელისუფლება მეთქი და ასეთ ადამიანებზე ამიტომ ბრძოლა არ არის მხოლოდ რაღაცა ვიღაც ესენი არაფერი არ არიან როგორ გითხრათ აი კეგლები რო არიან რა ბურთს დადგან მიმოიფანტები არავის შაშანდელი თოვლით გაქრებიან კაცო ვინ არის დინარაძე თალაკვაც კობახიძე არაფერი არ არიან ამათი იმედი თვითონ ბიძინა ივანიშვილს არა ხო დგანან ესეთ ადამიანებს არ გავა ხახნო არ გავა 2020 წელია და 2020 წელს მომავალი ფარცხალაძე ჩვენი შვილების რო არ არის ეს აბსოლუტურ უმრავლესობა მიცის კი ბატონო ვიღაცა ხმას ვერ იღებს მაგრამ ვიღაცები ვიღებთ და ამოიღებს კიდევ უფრო ბევრი ხმას და საბოლოო ჯამში ხო ეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები ეუბნებით აი ჩამოიშლება ხუხულასავით რა შეუძლებელია არ ვიცი ახლა იცი რა არის აფლეთილი ხალხი სული აი დაგლეჯილი დარდისგან ქვეყანაში სადაც სიხარულს როდის განიცდის ძალიან ბევრი ქართველი როდის როცა ელემენტარულად საკვები აქვს მაცივარში კაცო ხო არ ტყუი ვარ როდის გიხარია რა როდის გიხარია როცა შენი შვილი სასწავლებად მიდის საზღვარგარეთ ჩემო ბატონო დასასვენებლად მიდიხარ არ ვიცი ზღვაზე თუ რა ძალიან ბევრს ეს სიხარული როდისაოს განსწილი აღარ ახსოვს კაცო რა როდის უხარია რომ საჭმელი კონდეს საჭმელი გესმის ხალაზაზე 10 წუთი დამაკარგინე ახლა ნუ ეს კაცი ხელისუფლებაზე საუბრობ აბა ხელისუფლება ხილია ესა მაგრამ აქ ერთი რაღაცა ვინ არის თქვენ როგორია ძალიან მაინტერესებს უფრო საფრთხის შემცველის ვიღაცა ფელიქს არის რა იცი რატო გითხრა ერთ წამს ეს ფარცხალაძე ხო ერთ ბინძურ კაცს მეორე ბინძური კაცის ვალი აქვს თუ რა ბიშიბა ამომღებია ხო მაგრამ ეს ფელიქსა აძვირებს პროდუქციას, გადამზიდავებს პარსავს
და საბაჟოს უფროსი ვინაა? მე მართლა არ ვიცი ვინაა. საბაჟოს უფროსის ის ყოფილა ეს შინერი ყოფილა ეს ფელიქსი და პირდაპირ ნუ საშინელებაა ნიჭა. ფაქტები თქვენს ხო რამდენჯერ გაგიშუქებიათ? იმდენად ჩვენ უბედურება რა, პოლიტიკური უბედურება მოდი თქვათ რა. იმდენი მძიმე დარღვევებია ქართული ოცნების კისერზე და თავზე ერთი მეორეს ფაროს და ავიწყებ ხო, სწორი ხარ. ეხლა თვითონ ყოლოფიდან რომ განსაზღვრული თანხა საარჩევნო იმაში მიდის ყულაბაში ეს რა ვიცი 8-ჯერ გაშუქდა ხო? კი, ვიცი, მაგრამ აი ეს ვიღაცა ფერისა გამოკეტილი ყავთ, თქვენ ხალხს დღეს ნახე 2-ჯერ გაიზარდა ოჯახური, ხო ვითომ არაფერი ხალხო, მაგრამ ამაზე დრო სალაპარაკო არ რჩება პოლიტიკოს. წარმოგიდგენთ იმდენად სხვა ამბებით არის დახვეწილი. გაიზარდა ოჯახური ძალადობა, ხალხო სტრესია, ეხლა გამოკეტილია ყველა სახში. ხო გაორმაგდა, ხალხო გაორმაგდა, გასამაგდა. მაშინ საინტერესო ფაქტს მეც გეტყვია. დღეს იმასთან არაზაშვილის გადაცემაში და ბატონი რამაც გახოგიძე ეს ორგანული ქიმიის კათედრის გამგე გახავთ უნივერსიტეტში ძალიან განათლებული და ფუნდამენტალური პროფესიონალი გახავთ აი ვირუსოლოგიაში და მას საინტერესო რაღაცა თქვა. რომ არასწორი იყო აი ამ კორონავირუსს და საერთოდ ვირუსებს თურმე საოცრად ჭირდება სითბო და თბილსახლებში ამ სიცივეშიო თბილსახლებში გამოკეტვა ამ ხალხის არასწორი იყო და მართალია იცი უნდა გავთვალოთ რაღაცები ნიკა ეს მანქანებით რომ 10 დღე კონცლაგერი მოგვიწყვეს ეს ჯოჯოხეთური დანაშაულია ამ მთავრობისა და ეს საქართველოს დიდი ქალაქებით ჩაკეთვას ეს არის აიცი გენოციდის ტოლფასი უბედურება. გეუბნები თქვენ გითხარით რომ შევიდნენ ეშხში მეთქი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი აი პირველ ეტაპზე გასაგებია რომ ნიშნავანი იყო საგანგებო პირველ ეტაპზე. როდესაც არ ვიცოდით სად დაგვარებული ხო? ეხლა დავინახეთ საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში მადლობა ღმერთს სიკვდილიანობა მაღალი არცად არ არის არც ერთ რესპუბლიკაში 15-დან არც ერთში ხარ რა ვიყოთ ახლა მოდი საბჭოთა კავშირს თავი დავანებოთ ჩვენთან არ არის როცა დავინახეთ ხო ნენელა ხო ჭანჭიკები უნდა მოუშვა ხო ნიკა აი მე რას გაგაცნობ მაგრამ რატო არ აკეთებ მოდი დავასრულო უნდა იცის რომ უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას მათ შორის პოლიტიკურს სადაც კითხებზე პასუხი არა აქვს არ ურჩევნია რომ ეხლა ხალბატონი ციალა ნინო გამოკეტილი ყავთ ეს სახში რაც შეიძლება გითხრათ მაგრამ რა ხო ნიკა ის იყავი ქალაქის ყველაზე მთავარი რაიონის მენეჯერი იყავი და მე მაშინ გაგიცანი ესე ახლოს და იცი რა არის დანაშაულის ტოლფასია როგორც კი ეს მარჩი გამოჩნდა ესა და მაშინ ლოზუნგი იყო რომ სახში იჯექითო ავტობუსებში შემცირდა ხალხის რაოდენობა. გამოგვეყენებინა ეს ავტობუსები, აი რა გვინდოდა რომ თავი დანაშაული იყო, ასე ვილაპარაკეთ, არის სახში რომ გამომყეთე ადამიანო, სახში რომ გამომყეთე და გავიდა უკვე თვენახევარია და კიდე მეუბნები რომ მაისის ბოლოს იგი მან კიდე ერთ თვეში ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმაო, ხორჩესმულიო, ეს უკვე დაცინვაც აღარ არის ხო? და წყალი რო გასკდება, ეს მილი და ხელს რომ მიაჭე, ხელის გულს, ხო? და ხამოწრელოდები ვიღაცა მოგო გადაუჭიროს ხო რა როდემდე გაძლევ გამოუშვებ ხელს აიღებ და გამოათხევს ეს წყალი და წაგლეკავს და იგივე იქნება აქაც ზიარი ჭურჭის კანონი არიცის ამ გახარემ აქ რომ მოუჭერ აქ ამოხეთქავს სისურელე გააკეთე ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომების დაუშვეს მე არ მინდა რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი არის და ეს ცოდვაც გახარია 45 წელი რა არის პოლიტიკოსისთვის და რა არის აი ეს გირჩის აქციას რო წიხლები და ასაგებია წარმოუდგენელი რაღაცა აქცია არის უკაც ეს იყო ხო არაფერი არ იყო ხო რეალურად რა უქნეს იმ გოგოს ანამათ 14 კაცს რა უქნეს კი არა დავიმასოთ ეს ყველაფერი ზუსტად ვიცი ხვდები და გგრძნო რაც ელის ქართულ ოცნებას უახლოეს თვეებში ზუსტად ვიცი და ეჭვი არ მეპარება საერთოდ და ეს არის პანიკური ხო და თორსა პანიკაში ადამიანი არ არის ადეკვატური ხალხო. ახლა იმაზე აღარ ვსაუბრობთ რა რაც გააკეთა და იცი რაც ანუ რაც გვაკადრა და რა აქტის დადგა ცეკვის. ეხლა კაცო ხალხს მაგრამ იცით რა ხო ზუსტად ვიცით რომ რამდენი ოჯახი არის არათუ მაცივარი აქვს არიელი კაცო მაცივარი გამორთული აქვს პრობლემებში არ თავს მაცივარს არ თავს აზრი არა აქვს თუ აზრი არა აივაზე გადგავს რაღაცა 1 კილოზე და მორჩა ამ ადამიანმა იცეკვა, ხო? და აქცია მთავარო ადამიანი, მაგრამ ამას თავი დავანო, მე რა ქნა, მე ეხა რა საკეთებს, გუშინ რა გააკეთა. გუშინ რა გააკეთა? ხე არ წაიღო, ხე დინარეს კალაპო, კიდე დინარეს კალაპოს აფართოვებს. რო იმიდა რომ გური სამერო და გურიაში. ხობიდა რო ხო, ხორბიდა. სამერო და გურიაში
გადააცუროს ეს იცი რა საბეჭდილება მრჩება ზოგჯერ გონია რომ ესენი ქართულ ოცნებაში აღთვალანებულები არიან რომ საკუთარი მათი უფროსი იმდენად მაგარი ტიპია რომ ბიჭო ხეს ნახე როგორ დააცურებს საკითხი და ბავშვები ვით არის ხო და მამაჩემს მანქანა ყავს წითელი მამაშენს რა ყავს ხო აი ესეთი აი წარმოუდგენელი სიგიჟეს აქვს ადგილი და ვინმეს გონიათ რომ ეს შერჩება ახლა ეს ხო ის ზამბარ არის რომ იჭიმება და გასკვნელმაზე რო არის და რო ვეღარ და ხელები ზოგეღლება და გაუშვებ და შემოგიხეთქება და ცხურში მოკვდება კაცო უკუგება ისეთი ტკინვეული აქვს ეს ამაზე სიგიჟე რა უნდა გააკეთოს კაცო კაცმა ნიკა დრო არ რჩება ჯანდაბას ყველაფერი გაირკვევა და მე ვთვლი რომ ძალადობით და რაღაც აი უყოღმართი რაღაცა ფსიქოლოგიის ტიპები ცდილობენ აი ეს კორონავირუსის დრამაში ხერი ნახონ ეს არასწორია და ცუდია მაგრამ მე გული წდება რომ რამდენიმე ექიმი რამდენიმე რა თქმა უნდა 1-2 ძალიან არაკეთის ინდისიათ ექცევა ხელისუფლებაც რა ალაპარაკებს იმას რაც მესმის ახლა ამ ერთთვის გამოვაში რომ ერთად არიან ერთი მაგიდის გარშემო რაღაცა დაავიწყათ რომ ექიმები არიან ნუ ჯერ რა თქვა ხო ბანაკებიო მე ჩემო ბატონო თქვენ ახლა თქვენო რა თქვა არ შემიძლია ცოტა ხანი ხო რა შემიძლია რა თქვა ნებისმიერ ქვეყანაში რომ თავარ ეპიდემიოლოგს ექიმს ვისაც აბარია ხო ეს მიმართულება კრიზისის დროს ეთქვა აი მაგალითად არ ვიცი ხა ესპანეთში იტალიაში რომ გინდოდათ მაგრად ეპიდემიის აფათქება მაგრამ ვერ მოგართვით ნიშანი მოგო დაგცინა რა პატა იმნაცებს ხალხი შობლებს გამოკეტილი ყავს ყველას ბებიები ბაბუები წამოდგინეთ ყველა აი ბაბუები სიცილია ამიტომ მედიცინაში დავჭეთ და პოლიტიკური საკითხები დაუტოვეთ ბატონ გახარიას იმან გააკეთოს დათურ სამსახურს გიწევთ და როცა მიდიხდება ამერიკაში გერმანიის იმას ნომერ პირველ ვირუსოლოგსაც გადავა ყველგან ეს ხდება და მე ხა ნავიც ეს ექიმები მაპატიო და აი პოლიტიკური განათლება არა სტალინმა რა ქნა ეს ორი ქართული ხორბლიჯიში რომ ისა დიდ ვითომ იმას რა ქვია აგრარულ აკადემიკოს იმამაძაღლა ივანა და არ შეიძლება აი პოლიტიკოს და მაპატიე და ხელმწიფეს ნავში ნუ ჩაუხდებიო გალაქტონიამო და ნიკა დრო არ ამჩება ანესთეზიის ქვეშ უნდა ვიყო მაპატიე ანესთეზი გამოჩებული უნდა როცა ექიმი თქვენ მეტყვით რომ იცით რა რომ ბევრი ინფიცირებული იმიტომ იყო რომ ტესტი ჩავატარეთო და ხვალიდან ტესტ აღარ ჩავატარებ და არ იქნება თქვა და ეხლა დღეს არ უნდა მოვიღო არ უნდა ჩავეკით ხო დღეს პირიქით ამბობენ სასწრაფო ტესტირება ხო ჩავეკით ისწავლიან მაგრამ ერთი რაღაცა მინდა კითხვა დღეს ნაცმოძრაობის პოლიტიკური მდივანი ხარ ეხლა ფაქტიურად შენ მეორე კაცი ხარ იმაში ამ პარტიას არა ნიკა რა არიცი გავბრასდი ძალიან იცი ეხლა ვანიჩკა ჩემეშე ვარქვი ანუ იმას რა ქვია მერაბიშვილს ცამსუდი რაღაცები ლაპარაკ ან საერთოდ გაჩუმებული საერთოდ არ მისულიყო მე სიამოვნებით დაგითმობ ვანო ბატონო ჩემეთეს და რაც გაგახსენებ იცი აი 110 თუ 112 ჟურნალისტი სტუდენტები დაიჭირეთ აი დიღმის პოლიციის შენობაში ცემატყებით და სასტიკად ცემეთ და საგურიას იმას რა ქვია ცემელზე ვიცი ბევრი რაღაცა და ის რა იყო ის შენი დანაშაული იყო სხვათა შორის და ესე არ მაპატიე და არ უნდა იმას მამა აბრამის ბატყანი არა ხარავანო და შენი აზრი ნიკა იცი რა არის ეს ადამიანი ხერხემალი კი არა რაღაცა აი მართა მაინტერესებს ახლა მე აი კი აი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ის გადაცემაზე ხო გუშინ წირო იყო იმ ნიკა მე ვანო მერაბიშვილი ახლა პრაქტიკულად იმდენი შემოდის თუ არ შემოდის თუ რასაყიში რამდენიც იყო ხელისუფლებაში პრაქტიკულად ამიტომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ხალხისგან მიიღოს ლეგიტიმაცია არ ვიცი ხო თვითონ თქვა მაგრამ ამ ინტერვიუს რაც შეეხება ეხლა მეც რომ ნახავთ მე რაც თავარი დამაკდა აიყო გულწრფელობა არ იყო გულწრფელი არა ერთ შევა დავიწყე აი თუ გინდა და ამის მეც არ გავში თავად დაუძახეთ ბო ისაუბეთ ნებისმიერ ადამიანს ეხლა 2020 წელია ხო გაზრდილია ამომრჩეველი გაზრდილია ვისურვებდი რომ ყოფილიყო კიდევ უფრო გახსნილი კიდევ უფრო მეტად კიდევ რბილად რომ ვთქვა ანუ გულწრფელობას როდესაც ვართ პოლიტიკაში არ აქვს ალტერნატივა როდესაც მე ვიტყვილები ნუ გვაქვს იმედი რომ მაყურებელი რომელიც მიყურებს მოტყვილდება ის შეიძლება დღეს მოტყვილდეს მაგრამ ხვალ
პირიქით მამხელს ტყუილში, ხო? ანუ აქ იმდენად ტყუილზე არა ლაპარაკი, ხო? ან კითხვა რომ მისმევთ, ხო? თუ საჯარო პოლიტიკას, თუ საჯაროობა მინდა, ხო? და ვარ, როცა მისმევთ კითხვას, ამომწურავად უნდა გიპასუხოთ. თუ კითხვას მე ამომწურავად არ პასუხობ, ხო? ცუდად ვჩანვარ. ალბათ სწორი ხარ. ცუდად ჩავარ ერთი და აი და დანარჩენი რაც თქვი დასაწყისში ვაზგეთ, ადამიანმა რომელმაც მოიხადა ამდენი წელიწადი. ხტები უკვე ასე საპატიმრო აქვს სრული უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხო? ხალხმა გადაწყვიტოს ახლა დობის მანდატი მიცემს რომელიმე ოლქში არ მიცემს ასე შემდეგ. კონკრეტულად ახლა მე გულახდილად გითხარით ახლა რაც ნებისმიერ სორია ნიკა გასაგებია მადლობა აი ამ გაცხადების ყავს თქვაში ახლა იცი რა არის ახლა არ არის რა ეს კაცი ახლა მე ყოველ შემთხვევაში აი ეს შენი პასუხი მაგმა ყოფილებს მაგრამ თვითონ ჩაიხედოს თავის გულში რა ის არისო პატარა საქმე მე ახლა იმ დაჩის ვიცნობ რამდენი წელია სასტიკად მოექცე ციტიკ მაშინ მთელი პოლიცია და რაიყო დეკლარაციას კითხულობდნენ სტუდენტები მიმართვას თუ რაღაცამ დაგვარს პოლიციისები რომ და ერიად ალყაში მოაქცია და ჩემი ოპერატორი წითლებით გაიგდეს რა საშინელება იყო ის დღე იქა ძრიფს ივასარი გადავარჩინე ეს ბიჭი არისო ის ანუ სოდვად გავყვება აი სიბერემდე აი სტუდენტების ცემა იქა და იმიტომაც დამთავრდა ის აი ძალიან ბევრი ტალანქი და ვირული საქციელების ის იყო დემონსტრირება. კი ბატონო, გეთახმებით ეხლა მოიხადა. კაი ბატონო, მოიხადა არა. თუმცა ის ეხლა გამართება არა. არ უნდა დამლეწო რა, არ უნდა დამლეწო. არ უნდა დამლეწო და არ უნდა გამიერთიანო ცხვირპირი, ხო? ხო, არ უნდა არის წარმოუდგენელი, ხახდო. სანამ ქართულ პოლიტიკაში ჩვენ არ დავამკვიდრეთ სტანდარტს. აი ესე გეთახმები. და სანამ ამომრჩეველიც კი არ იქნება ძალიან პრეტენზიული რომ იყოს რესპონდენტი მისი რჩეული პოლიტიკოსი გუწრფელი ხახნო ო მაშინ ეხა ნუ აი რა გითხრათ ეხა და მეცაც გეტყვი ნიკა იცი მე დღეს ხაჩვე ძალიან მომეწონა ეს გდანის მაჟორიტარი როა დღეს იქ რუსი მაშინ რა ქვია მთავარარზე მართა გუწრფელი და გენიალური რაღაცა რომელი გდანის მაჟორიტარი ის როა ლევანი კაცო ეს კოვერიძე გენიალური რაღაცა ერთ არა აქვს მნიშვნელობა საითა ო გდანია ხო აი ვერ ყვები რა იმ ზონიდან არის ფაქტს გიყვები და ძალიან კარგი რაღაცა თქვა ამ იმაზე კანონი დაიწონა ამ იმისია გახარიას და ყველამ ერთად დავწეროთ სხვადასხვა პარტიებიდან და ექსპერტები აი ეს არა კაცო ეს ეკონომიკური გადარჩენის გეგმა რო დაწერეთ ეს არ არისო გეგმო ერთი პარტიის ნაცოდილარი არის და გეგმა ვის აინტერესებს ხო და არა ის ხებს გადაათებს არ აინტერესებს ის კაცო იმას ხალხი ის რა გონიათ ვინ არის კაცო ეს ხალხი რას ამოვიდა რა არის უნდა მიხვდეს ბიზნეს გახარია გას უნდა მიხვდეს თვითონ არ უნდა გადაწყვიტონ ეგეთი რაღაცები მარტო არ შეიძლება თუ კი ნაციონალური პრობლემა არ არის ხელისუფლება მოდი თქვა ჩავსაუბროთ წინა ხელისუფლება ხო იყო პასუხისმგებელი კარგზეც ცუძეც კარგზე ტაშდიკავდით ცუძე მაგინებდით ხო ხო ეს ხელისუფლება არ არსებობს და ხელისუფლებას როგორ უნდა აგინო კაცო მე ვამბობ ბოლო პერიოდში და ჩემი საზრით სწორი მიგნება არა ეხა არც შეურაცხყოფელი აფება რეალობა მილიარდერი წარმომადგენელი ბატონი გახარია. არანაირი პრემიერ-მინისტრი ბატონი გახარია. რა პრემიერ-მინისტრი? მილიარდერი წარმომადგენელია. ადიუტანტია რა გითხოთ ესეა კაცო. როგორც მოსკოვში იყო, ბანამდე იყო მოსკოვში ღარიბაშვილი კაცო ადეყავდა ვერტფრენებს ყიდულობდა რაღაცა ბერავს ანიმატორი იყო ხო ეხა არც მალავდა ანუ ეხა კი ვიცი ბევრი რამე ვიცი მაგრამ ბევრი რამე ვიცი კი დაცილმაც არის დაცილმაც 3.700.000 სულში შეურაცხყოფა როდესაც კაცი გამოვა და ახლა წაგიცეკოს და დაქცინებს და მე გამოდიხარ ქალაქის მერი და ამბობ რომ ეხა რატო დაცინეს ეს რატო ეჭუბებიან ბიზნესო რამდენად ლაღი ვიდეო გადაიღო კაი დავარებოთ ამას ეს დაიწყებას არ მიეცემა ერთობაშად ამოიხეთქება და ეგ ნახავთ მადლობა ამ საუბრისათვის ძალიან დიდი მადლობა ყოველ შემთხვევაში მე გულწრფელად გეუბნები ნიკა რომ დღეს უყველა უნდა ქვეყანას მივხედო და აიცი რა რაღაც კუპესავით გავიდა ეს ქართული ოცნება თავისი ამ ამქრით და არა ხართ მარტო ამ ქვეყნის გადარჩენი თქვენ ვერ შეძლებთ გადარჩენას და ყველა გამოიყენეთ კაცო ყველას აზრი უნდა მოისმინოთ როგორ შეიძლება ეს ეკეთება
აი დღეს აი იმის მაგევად. ლიონი ხო ფაქტურად არაბული ქალაქია უკვე საფრანგეთის მეორე ქალაქი. ცივილიზებულად იქცევიან, იცით, იქ ტრანსპორტი არ გაუჩერებია. რა გახდა ამ ტრანსპორტის ჩართვა, კაცო? აიცი, არ არის საფრთხის შემცველი. თუ კი ყველა ნიღბითი. რატო თქვენ გონიათ ახლა ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენელი რომ შევიდეს და რაღაცა მუშა პროცესს ქართული ოცნების იმასთან რა ქვია, რომელიღაცა ოფისში თუ კანცელარიაში დაждდეს დაესწრო, შეიძლება პირდაპირ გეუბნები გადამოხდეს ოპოზიციონერი, იმიტომ რომ იმდენად შოკში ჩავარდეს იქ რაც შევა და ეთქვა არ იმიტომ არ იწვევენ არავის. არა, არ არსებობს არანაირი დისკუსია. საკრებულოშიც ემატყვა. ლაშა ნაცვლიშვილი და ისა რა ქვია, არ ვიცი მე, ნიკა ლალიაშვილის დონეზე წდება ყველაფერი, კაცო. ეგა ჩვენი ტრაგედია. ნიკა, მადლობა. კაი მოსაუბრე ხარ. დიდი მადლობა, გამიხარდი მართლა გულწრფელად გეუბნები რომ გესტუმრე და გძალ მოვასწრო სახლამდე 9 საათად. ემშვიდობებით.